გიფიქრია ოდესმე, რომ შენი ყველაზე დიდი შიში შეიძლება იყოს ილუზია. ამ ისტორიამ შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება. ერთხელ ერთი კაცი კლდიდან გადავარდა. მან მოასწრო ხელის ჩავლება კლდეზე ამოსული რომელიღაც მცენარის ტოტისთვის და ქარაფზე გადაეკიდა. შიშისგან დაზაფხულმა კი დაიყვირა მერთო მიშველი. ხელი გაუშვა, ჩაესმა მას მოულოდნელად. რაო? იყვირა კაცმა. მე შენი ფარველი ანგელოზი ვარ. მომენტი, გაუშველი. გაგიჟდი, თუ მართლა ჩემი შველა გინდა, მიშველე ისე, რომ ხელის გაშვება არ მთხოვო. ამ ისტორიის მორალი ძალზედ მარტივია. თუ გვინდა გადავინაცვლოთ ახალ საფეხურზე ცხოვრებაში, მაშინ უარი უნდა ვთქვათ აზროვნების ბევრ სტერეოტიპზე და დავიწყოთ ფიქრი ახლებურად. იმისათვის, რომ მივაღწიოთ ცვლილებებს გარეგნულად, ჯერ უნდა შევიცვალოთ უხილავ შინაგან დონეზე. საქმე იმაშია, რომ ეს კაცი მხოლოდ 1 მეტრის სიმაღლეზე იყო გადაკიდებული. ეს ამბავი გვახსენებს, რომ ხშირად შიში უფრო დიდია ვიდრე რეალობა. ჩვენ ვეკიდებით იმას, რაც ნაცნობია და უსაფრთხოდ მიგვაჩნია, თუმცა ეს უსაფრთხოება ხშირად ილუზიაა. როდესაც გაბედავ გაუშვა ხელი მცენარის ტოტს, ანუ უარი თქვა იმაზე, რაც გბოჭავს, მიხვდები, რომ თავისუფლება და შესაძლებლობები ბევრად ახლოსაა ვიდრე შენ ფიქრობ. მაინც რისი გეშინია შენ, რომელი ტოტი გიჭირავს, რაც გაჩერებს, რომ განიცადო ნამდვილი პროგრესი. გახსოვდეს, რომ თვითრწმენა და გამბედაობა შენი წარმატების გასაღებია. თუ ეს ისტორია შეეხო შენს გულს, გამიზიარე შენი აზრი კომენტარებში და არ დაგაუწყდეს. გამოიწერე ჩემი გვერდი მეტი შთაგონებისთვის.